დაკვირვები ხარ, რომ ინგლისურად ლაპარაკის დროს ძალიან ხშირად რაღაც ის ერთი ფრაზაა, რომელიც სასიცოცხლოდ გჭირდება. იმისთვის, რომ ადამიანს რაღაც აკითხო. დახმარება ითხოვო, აეროპორტში მარტივად გაიარო, ბილეთი შენით იყიდო, ან უკეთესი სამსახური იშოვო. ეს ინგლისურად ლაპარაკის პრობლემა კი გიშლის ხელს, მაგრამ მე გახსენდება, რომ გაკვეთილებზე უნდა იარო, დავალებები უნდა აკეთო, წინასწარ იცი, რომ ამას ვერ მოახერხებ. შენ შეგიძლია ეს პრობლემა ძალიან მარტივად და თანამედროვე ფორმით გადაწყვიტო. უბრალოდ ადგე და ისწავლო წინასწარ გამზადებული სალაპარაკო თემებიდან ამოღებული მოკლე წინადადებები. მოსმენით, ისე რომ თან შენი საქმე აკეთო, თან მოისმინო, გაიმეორო და დაიმახსოვრო. 1000 პლუს ყველაზე გავრცელებული ფრაზა და სიტყვა, თავისი ქართული თარგმანი. ეს ის 1000 სიტყვაა, რომლის არცოდნის გამოც წინადადებებს ვერ უყრი თავს და ვერ ელაპარაკები ხალხს. ეს სიტყვები შეგიძლია ნახო ჩემს ახალ აუდიო წიგნში. მოიწერე პირად შეტყობინებაში სიტყვები მინდა აუდიო წიგნი და დაიწყე დღესვე.